ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალაქი ამბობს, მე მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი. დღეს ჩემს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ქალთა ძალადობის შესახებ. მე არაერთხელ მქონია ამ თემაზე გადაცემა, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები, მათ შორის რამდენიმე შემთხვევა საკმაოდ ძიმედ დასრულდა. ჩემს სტუმარს წარმოგიდგენთ ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. მოგესალმებით ეკა, მადლობთ რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. სანამ იმ კანონპროექტზე გადავალთ, რომელიც პარლამენტში გავიდა, მაგრამ დააკლდა მე მგონი თუ არ ვწდები 2 ხმა, ამ მოქმედი კანონით რას გულისხმობს მოქმედი კანონი ძალადობის შესახებ, ძალადობის წინააღმდეგ? მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს გარკვეული ჩანაწერები, ასევე არის სპეციალური კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას, ასეთ ტერმინს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახში ძალადობაზე, ვსაუბრობთ სხვადასხვა ტიპის დანაშაულებზე, თუმცა გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებზე სპეციფიკური დეფინიცია, ასე ვთქვათ, დებულებები ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს. სწორედ ამ კანონზე ესე იგი საუბარი, ანუ იყო ჩაწერილია კანონპროექტში და რას კონკრეტულად გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ. დიახ, კონკრეტულად გულისხმობდა და თქვენი აზრით რატო ვერ გავიდა ეს კანონპროექტი? დიახ, კანონპროექტი გულისხმობდა გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების დეფინიციას და შესაბამის, ასე ვთქვათ, კატეგორიაში განხილვას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხაზი გასმულიყო ამ საკითხის მნიშვნელობისადმი და ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის საკითხზე, როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულის კვალიფიკაციის, ქონოდა სპეციფიკური ნორმები ამ დანაშაულებთან მიმართებით. დღეს კანონმდებლობა მართალია ფარავს ამ დანაშაულებს, თუმცა გენდერულად სპეციფიური მიდგომა აკლია, ანუ არ არსებობს სპეციალური ტერმინები ამ საკითხისთვის და ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ფემიციდზე, იგივე გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობებზე, მართალია საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს მუხლი, რომელიც მკვლელობას დასჯადქმედება დაცხადებს, თუმცა იქ არაფერი არ არის ნათქვამი მის დამამძიმებელ გარემოებაზე, როგორიც არის გენდერულად მოტივირებული დანაშაულები. და ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი თუ საქართველოს კანონმდებლობაში ესეთი ჩანაწერი იარსებებდა. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ რამდენად იქნებოდა ეს პრევენციული თქვენი აზრით? ზოგადად ძალადობა იზრდება, მათ შორის ქალთა ძალადობა, ქუჩაში ნებისმიერი ტიპის ძალადობა ისჯება. თქვენ თვლით, რომ ეს პრობლემის რაღაცა ნაწილს მაინც მოაგვარებს თუ უფრო სხვა კუთხით არის სამუშაო ამ მიმართულებით? დიახ, როდესაც საუბრობთ კანონმდებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტერმინი გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა, იგივე გენდერულად ბრმა კანონმდებლობა, როგორც საქართველოში დღეს ჩვენ გვაქვს, თუმცა ძალიან ბევრმა ქვეყანამ ასეთი ტიპის კანონმდებლობა შეცვალა გენდერულად სენსიტიურ მგრძნობიარე კანონმდებლობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც კანონმდებლობაში ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, მაგალითად გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაული ქალის მიმართ ძალადობა, ეს აქცენტს აკეთებს ამ დანაშაულის სიმძიმეზე, ხარისხზე და სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ამ დანაშაულების მიმართ. რა თქმა უნდა, ესეთი ჩანაწერის არსებობა გაზრდიდა ცნობადობას საზოგადოებაში და დიახ, დამოკიდებულებას, რადგან ეს აჩვენებდა იმას, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი ფიქრობს, რომ ეს არის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქალის მკვლელობა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ეს სპეციფიურობით გამოირჩევა. ეს იქნებოდა ამაზე ხაზგასმა. ასევე ეს გაადვილებდა სტატისტიკის წარმოებას და შესაბამის ანალიზს. დღეს მომხდარ ქალთა მკვლელობების ფაქტებზე ფაქტიურად სტატისტიკის წარმოება ხდება, ესე ვთქვათ, ხელით დათვლის მეთოდით, იყო ეს გენდერულად მოტივირებული თუ არ იყო. ჩვენ როდესაც გვექნებოდა სპეციფიური მუხლი ამ საკითხებზე, შესაბამისად, ყველა ამ მუხლის ქვეშ ჩადენილი დანაშაული იქნებოდა, ასე ვთქვათ, დათვლილი, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაული. სანამ ზოგადად ამ პრობლემაზე უკვე ცნობიერებაზე, განათლებას და ასე შემდეგ და სტატისტიკაზე გადავალ, თქვენი აზრით მაინტერესებს, როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მოადგილე სახალხო დამცველის. პარლამენტში ამ კანონპროექტზე დააკლდა 2 ხმა. არ არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის ეს პრობლემა
არ არის პრიორიტეტი ერთ-ერთი? დიახ, სახალხო დამცველმა ამაზე თავის განცხადებაშიც ისაუბრა, სამწუხაროა, რომ იმ ფონზე და იმ მასშტაბების გათვალისწინებით, რაც ქალის მიმართ ძალადობას საქართველოში გააჩნია, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ამ ინიციატივას და ასევე არაერთ სხვა ინიციატივას, რომელიც ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების და გენდერული თანასწორობის მიღწევისკენ იყო ორიენტირებული. მაგალითისთვის გავიხსენებ ეგრეთ წოდებული კვოტირების მექანიზმს, სექსუალური შევიწროების დეფინიციას და სხვას. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ერთიანი ხედვა და ერთიანი მიდგომა ამ საკითხების მიმართ სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს. და ესეც ამძაფრებს ამ პრობლემის მასშტაბურობას და აქტუალურობას უსვამს ხაზს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არსებული სტატისტიკური მონაცემებით და ამაზეც ვისაუბრებთ, სავარაუდოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ეს არის დიდი გამოწვევა. ქალის მიმართ ძალადობა საქართველოში არის გამოწვევა და ამას ჭირდება ერთიანი ხედვა და ერთიანი მიდგომა. და სამწუხაროა ნამდვილად ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ამ წინადადებას და ამ ინიციატივას და სავარაუდოდ მათ არ მიიჩნიეს, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურ საკითხად, რაც ნამდვილად არ არის ესე. ზოგადად უკვე ამ პრობლემაზე რო გადავიდეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ მაინც და მაინც სტატისტიკა არ არის სრული და დაუშვათ იგივეს კანონიც დაგვეხმარებოდა სტატისტიკის სრულად განსაზღვრაში რამდენი ძალადობაა, ხო, გენდერულ ნიადაგზე ჩადენილი. თუმცა მაინც რაღაც მონაცემები გექნებათ. რამდენად მზარდია ან კლებადია მსგავსი ტიპის დანაშაული, იმიტომ რომ აი ახლა მე მახსოვს, ეხლა იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, მე მახსოვს დაახლოებით 1 წლის წინ, აი რაღაცა თითქოს ესე იფეთქებს ხოლმე, მიყვება, ეს როგორ ხდება? ანუ უბრალოდ ეს დანაშაულები რაღაცა პერიოდის მანძილზე ხმაურდება და ზოგადად მაინც ესეთი სურათი გვაქვს თუ რაღაცა წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე აქტუალური. 2013 წელთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა მკვლელობების, ოღონდ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების რაოდენობა გაიზარდა. მაგალითისთვის 9 შემთხვევა იყო ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი ქალის მკვლელობის 2013 წელს, 2014 წელს უკვე 17 იყო. 2015 წელს შედარებით იკლო და წელს დღევანდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით 10 შემთხვევა მოხდა უკვე, როდესაც ქალი იქნა მოკლული პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ოჯახის წევრის ან პარტნიორობის სურვილის მქონე ადამიანის მხრიდან. სტატისტიკა, ასე ვთქვათ, მზარდი იყო გასულ 2014 წელს, შეგვიძლია ეს ვთქვათ, და რას უკავშირდება ეს, რატო იმატებს ასეთი შემთხვევები ან რატო იკლებს, ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ზოგადად ფემიციდი განპირობებულია ქალზე მესაკუთრეობის სურვილით, უთანასწორობით, დისკრიმინაციული პრაქტიკების არსებობით და სტერეოტიპული და გენდერული როლებით, რაც საზოგადოებაში არსებობს. და როდესაც იმატებს ამის მაჩვენებლი, როდესაც იმატებს სტერეოტიპების, გენდერული როლების, ვთქვათ, გარკვეული პატრიარქალური ნორმების, ასე ვთქვათ, ხარისხი საზოგადოებაში, ან ამაზე მსჯელობა იწყება, ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ ძალადობის რიგი შემთხვევები სრულდება ფატალური შედეგით, იგივე ფემიციდით, ხო? რატომ მოხდა ის ფაქტები, ახლა რომ ვუყურებთ ესე ზედაპირზე არსებულ პრობლემებს, როცა ვუყურებთ, ყოველთვის ჩანს ის, რომ ეჭვიანობის მოტივით, პარტნიორობის სურვილ, პარტნიორობაზე უარის თქმის გამო, განქორწინების გამო და ამის გამო. თუმცა ამის ძირი მიზეზი არის უთანასწორობა და ფემიციდი, დიახ, და განათლება და ფემიციდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელზე. და ჩვენს ქვეყანაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენდერული უთანასწორობის კუთხით ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც ფემიციდს განაპირობებს. განაპირობებს იმას, რომ ესეთი ფაქტები ხდებოდეს და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ოჯახში ძალადობის და ვთქვათ ასეთი ტიპის ძალადობების შემთხვევაში რეაგირების ეფექტიანობა. თუ არის რეაგირება ეფექტიანი, რა თქმა უნდა, იკლებს დაუსჯელობის სინდრომს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის ეფექტიანი რეაგირება, რაც შესაძლოა განსაზღვრავდეს ძალადობის ხარისხს. ანუ დაუსჯელობის სინდრომი თუ გაჩნდა რაღაც საზოგადოებაში, საზოგადოების ჯგუფში, კონკრეტულ მოქალაქეში, ეს რა თქმა უნდა მასში იწვევს გაძლიერებას, ძალადობის გაძლიერებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა წელსაც, როდესაც სამართალდამცავი უწყება ინფორმირებული იყო ოჯახში ძალადობის შესახებ.
მათ მიერ იქნა გატარებული რიგი ღონისძიებები, ზოგიერთ შემთხვევაში კანონთან შესაბამისი ღონისძიება არ იქნა გატარებული, ზოგიერთ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული, თუმცა პრობლემა იყო ის, რომ როდესაც ერთხელ მოხდება ასეთ ფაქტზე რეაგირება, ხელმეორე მონიტორინგი ასეთი შემთხვევების არ მიმდინარეობს. ანუ ჩვენ მაგალითად არ ვიცით გასულ წელს რომ 2700-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რა მოხდა შემდეგ. როგორ დარეგულირდა სიტუაცია იმ ოჯახებში. რამდენად ხშირია ერთი და იგივე პირების მიმართ ორდერების გამოცემის რაოდენობა. ესეთი ანალიზი სამწუხაროდ საქართველოში არ ხორციელდება რისკების შეფასება. როდესაც პოლიციელი მიდის, ვთქვათ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, მას არ აქვს, ასე ვთქვათ, ხელსაწყო, რომლითაც ის შეაფასებს რისკს, რომ ამ შემთხვევაში ორდერი გამოიყენოს, თუ უფრო, ასე ვთქვათ, კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიება იქნებოდა ეფექტური და ასე შემდეგ. მოკლედ არის რიგი ხარვეზები, რაც რა თქმა უნდა მიუთითებს იქითკენ რომ სერვისები არაეფექტურად ხორციელდება. ახლა ისევ გადავიდეთ განათლებაზე. დიახ. და ცნობიერებაზე. მე ვთვლი რაღაც კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, რომ არ არის ეს მხოლოდ ეს პრობლემა მხოლოდ მამაკაცებში, არის ქალებშიც. ორი ესეთი მაგალითი ვიცი, რომელსაც ჩემი მეგობრები შეესწრნენ, როდესაც კაცი ძალადობდა ცოლზე და გადაწყვიტა გარეშე პირმა, მესამე პირმა ჩარეოდა, ქალის პასუხი იყო ორივე შემთხვევაში, შინაარს დაახლოებით ერთნაირი, ჩემი ქმარია, რასაც მინდა იმას გამიკეთებს. ვთვლი, რომ ამ ძალადობის ხელშეწყობაში რაღაც ქალებსაც შეგვაქვს წვლილი. ესეც სწორედ განათლების პრობლემაა. როდესაც თავად მსხვერპლი თვლის, რომ ის არის საკუთრება. დიახ. რა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებები უნდა ჩაატაროს ქვეყანამ, არ ვიცი, იმიტომ რომ ასეთ ოჯახებში, რა თქმა უნდა, ბავშვებიც ასეთი ტიპის აზროვნებით გაიზრდებიან. ან შეიძლება ძალიან ვაბუქებ შემისწორებ, მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომ მსხვერპლი ცოლები თავად ან სხვის ჩვენ ოჯახში ნუ ერევით, ცოლ-ქმრის რაღაც ანდაზა რო არსებობს, ჩხუბი რაღაც ხო, მართალი ეგონა და ასე შემდეგ. აქ არ არის საუბარი ჩხუბზე, აქ არის საუბარი ფიზიკურ ძალადობაზე. დიახ, კვლევებიც ცხადყოფს, რომ ქალების რაც გარკვეული პროცენტული რაოდენობა მიიჩნევს, რომ თქვათ იგივე ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით არ არიან ჩამოყალიბებული, ფიქრობენ, რომ ერთხელ თუ მოხდა ფიზიკური ძალადობა, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ის ძალადობა არ არის და ასე შემდეგ. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს ქალებიც არიან ამ სტერეოტიპული საზოგადოების ნაწილი. ქალები საქართველოში იზრდებიან იმ სულისკვეთებით, რომ კაცი არის პირველ რიგში, უპირველესი, მას უნდა დაემორჩილო, ოჯახში უნდა მოითმინო ბავშვების გამო და რაღაცას უკაცრავად აქ ჩაგეჭრებით. მე მახსოვს რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, როდესაც მოხდა საშინელი შემთხვევა ახალციხეში, დედა და სამი შვილი რომ მოკლეს და განცხადებაში იყო აღნიშნული, რომ ოჯახის უფროსი იყო რუსეთში. დიახ, ოჯახის უფროსი. სახელმწიფო უწყების განცხადება იყო. კი ბატონო, აი ზუსტად მაკეთკენ მივდივარ მეც, რომ სანამ ჩვენ გვაქვს ესე დაყოფილი ქალის როლი, კაცის როლი, რა უნდა გააკეთოს ქალმა და რა შეუძლია კაცს, მანამდე ეს ქალებიც ამ საზოგადოების ნაწილი არიან და შესაბამისად ამ სტერეოტიპებში გაზრდილნი არიან, ხო? როდესაც შენ უყურებ, რომ დედა შენზე ძალადობენ, შენ სხვა ოჯახის წევრზე ძალადობენ და შენ საზოგადოება მოგიწოდებს, რომ მოითმინო, აიტანო ძალადობა, იმიტომ რომ ქალი ხარ და თქვათ ბავშვებს მამა არ უნდა წაართვა, რა თქმა უნდა შენ ექცევი ამ სტერეოტიპების ტყვეობაში. და ძალიან მნიშვნელოვანია, თქვათ, არის ესეთი ფილმი, რატომ არ მიდიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები მოძალადისგან და იქ ძალიან ბევრი მიზეზია განხილული, რატომაც არ მიდიან. ერთ-ერთი არის ის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ სიყვარული უპირველესია და თქვათ, მათ არ უნდათ, რომ განქორწინება მოხდეს. აი თავშესაფარში რომ ქალებს კითხოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, არც ერთ ძირითად შემთხვევაში უმეტეს მათგანს არ უნდა განქორწინება. მათ უნდათ, რომ ძალადობა შეწყდეს.
ეს არის ქალების პასუხი. ეს მათ არ უნდათ უბრალოდ რომ ძალადობა ხდებოდეს, თორემ მათი არჩევანი არ არის რომ მოხდეს მაინც განქორწინება. ხო? ეს არის სტერეოტიპების გამო, ქალების ამ დამოკიდებულებასაც განსაზღვრავს ის თუ როგორ ზრდიან საქართველოში ქალებს და როგორ ასუნერგავენ მათ აღზრდის პროცესში და ეს მეტწილად უკავშირდება, რა თქმა უნდა, განათლებას და არა მხოლოდ იმ განათლებას, რასაც ჩვენ სკოლაში ვიღებთ, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ განათლების საკითხს უკავშირდება. თუმცა აქვე არის ძალიან ბევრი მიზეზი, რატომაც ქალებს არ უნდათ რომ მიმართონ პოლიციას. იგივე ეკონომიკური დამოუკიდებლობა. აი სწორედ ეს მინდოდა მე თქვა. პირდაპირ კავშირშია. ალბათ განქორწინებაც მარტო დარჩენის შიში. დიახ, აი თუნდაც სახალხო დამცველის აპარატში, ხომ? ჩვენ გვაქვს გარკვეული მომართვიანობა, ის იზრდება წლიდან წლამდე, მაგრამ არ არის ის, რაც უნდა იყოს, რასაც კვლევები გვეუბნება, რომ არსებობს რეალურად ეს მასშტაბები, იმიტომ რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, შენ დათმობ ამ ძალადობას და დააღწევ თავს ამ წრეს თუ ვერა. როგორც წესი, ქალებს არ აქვთ ეკონომიკური დამოუკიდებლობა, არ აქვთ საცხოვრებელი, არ აქვთ შესაბამისი განათლება, იმიტომ რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და გოგონები ხდებიან ძირითადად ამ ადრეულ ასაკში ქორწინებაში. რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს იმას, რომ მათ არ აქვთ პროფესია, არ აქვთ სამსახური. საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა და დადანაშაულება მსხვერპლის როგორც წესი ხდება, რა თქმა უნდა, ქალის მიმართ. აი თქვენ თუ მედია სიუჟეტებს შეხედავთ, აი მედია საშუალებებში გასულ სიუჟეტებს, თუნდაც ქალთა მკვლელობებთან დაკავშირებით, თქვენ ნახავთ, რომ სამეზობლო სანათესაო განიხილავს, როგორ იქცეოდა ეს ქალი, როგორ ეცვა, სად დადიოდა და ჩვენ რაღაც მიზეზებს ვეძებთ იმაში, რომ მსხვერპლი დავადანაშაულოთ. რა თქმა უნდა, ქალებს ასეთ სიტუაციაში უჭირთ, რომ ძალადობას თავი დააღწიონ და მსხვერპლობის სინდრომი კიდევ მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ძალადობა, რაც რა თქმა უნდა შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ მსხვერპლს ჰქონდეს წესასვლელიც, ეკონომიკური დამოუკიდებლობაც, თუმცა მისთვის წარმოუდგენელი იყოს ამ ძალადობის, ასე ვთქვათ, ძალადობისგან წესვლა. მაგრამ მაინც პირველ რიგში ალბათ საზოგადოების დამოკიდებულება, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები და ეს ორმაგი სტანდარტები, ხო, რაც ქალის და კაცის მიმართ გვაქვს, ეს განაპირობებს. ჩვენთვის მარტივია ხოლმე, ასე ვთქვათ, დავადანაშაულოთ მსხვერპლი, იმიტომ რომ ვთქვათ, რომ აი ქუჩაში იცხოვროს ბოლოს და ძალადობას ყველაფერი სჯობს, მაგრამ მსხვერპლის პერსპექტივიდან თუ დავინახავთ ამ საკითხს, საკმაოდ რთულია მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ თანადგომთა ქსელი მათ არ ყავთ. გასაგებია. თავშესაფარზე ახსენეთ ის ქალები, რომლებსაც არ უნდათ მოძალადე ოჯახში მეუღლესთან რა ვიცი დაბრუნება, რომლებიც მზად არიან, რომ რაღაც განათლება მიიღონ, რაღაცა დამოუკიდებლად დაიწყონ ცხოვრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამებით როგორც ვიცი, 3 თვეა ხომ, ხოლო თავშესაფარში ყოფნის უფლება. დიახ, 3 თვეა ვადა, რომელიც გაგრძელდება, თუმცა არა უმეტეს 1 წლის ხდება გაგრძელება ამ ვადის და ისიც გამონაკლის შემთხვევებში. ამის შემდეგ თუ ქალი გადაწყვეტს, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს, და ბავშვები დადიან სკოლაში დაუშვათ, ხო, რომელიც მოძალადე მიცის სად არის ეს სკოლა. როგორ შეიძლება დავიცვათ ესეთი ქალები, რომლებიც არ დაბრუნდებიან მოძალადეს, არ უნდათ იმ ოჯახში ცხოვრება, თუმცა, როდესაც დამოუკიდებლად შეძლებენ ცხოვრებას, დაუშვათ შეიძლება ისევ აღმოჩნდნენ ამ საფრთხის ქვეშ ყოფილი ქმრის ან არ ვიცი სხვა ოჯახის წევრის მოძალადის მხრიდან. საკმაოდ რთული საკითხია, რა ხდება თავშესაფრის მერე. და ჩვენ თუ შევხედავთ თავშესაფრით მოსარგებლეთა სტატისტიკა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ამის საჭიროება აქვთ და რატომ არ მიდიან ქალები თავშესაფარში, იმიტომ რომ იციან, რომ ამ ვადის შემდეგ საწავლენ ალბათ ისევ ძალადობრივ გარემოში. კი, და უფრო მეტი და ჩვენ თავშესაფრების სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, რაღაც ნაწილი ბრუნდება ძალადობრივ გარემოში ოჯახში. თუმცა რო ვისაუბროთ იმ ნაწილზე, რომელიც შეძლებს დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებას, თავშესაფრის სერვისი არის ძალიან კარგი, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანის რეაბილიტაცია მოხდეს, ან პროფესიულად თუ არ მუშაობდა მანამდე სადმე დასაქმდეს და რაღაცა გაძლიერდეს იმ დონეზე, რომ მარტო იცხოვროს დამოუკიდებლად. თუმცა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, როგორც წესი, ხდება შეტყობინება პოლიციისადმი და პოლიცია არის ვალდებული, რომ განახორციელოს
განახორციელოს, ასე ვთქვათ, ზედამხედველობა ამ ქალის მშვიდობიან გარემოში დაბრუნების იქნება თუ როგორც ხდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური მუშაკების ვალდებულება ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, ისინი კვლავ არ მუშაობენ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა როდესაც ამოქმედდება ეს ინსტიტუტი, სოციალური მუშაკები სწორედ ისინი გაუწევენ, ასე ვთქვათ, კოორდინაციას ამ ქალების ცხოვრებას და უსაფრთხო გარემოს. მაგრამ ძირითად შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ბრუნდებიან კვლავ უკან ოჯახში, ძალადობრივ გარემოში. და ბოლოს ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ იწურება. მინდა კითხოთ საზოგადოების დამოკიდებულებაზე. მე აღვნიშნე უკვე რომ ხვის ოჯახში არ ჩავერევი. თუმცა მგონია რომ რაღაცნაირად გაიზარდა და დაუშვათ იგივე ცხელხაზზე შედის მესამე გარეშე პირიდან ზარები, როდესაც ხედავენ ძალადობის ფაქტებს. თვლით რომ ეს ასეა? კი, გაიზარდა საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი გაიზარდა. მენის ზღვარი დაიწია გარკვეულწილად. გაიზარდა მესამე პირების მხრიდან შეტყობინებების რიცხვი, ამაზე 112 სტატისტიკაც მეტყველებს, 15000-ზე მეტი შეტყობინება შევიდა გასულ წელს, როდესაც წინა წლებში 9000 იყო თუ რაღაც ისე გაორმაგდა ფაქტიურად ეს სტატისტიკა შეტყობინებების. მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ინფორმაციის ხარისხი განსხვავებულია საქართველოში სხვადასხვა რეგიონების მიხედვით, ხო? მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კვლავ დაბალია მიმართვიანობის მაჩვენებელი. ერთი რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია სრულყოფილი, მეორე ეთნიკურ უმცირესობებზე როდესაც ვსაუბრობთ, მათ არ მიეწოდებათ სერვისი მათთვის გასაგებენაზე ასე ვთქვათ, ადეკვატურად მათი საჭიროების შესაბამისად. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა გასატარებელი პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ ასეთი ტიპის კამპანიებს, მაგრამ სწორედ სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს მოწოდება იმისკენ, რომ ყველა ადამიანმა შეატყობინოს ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. და მეორე პრობლემა, რასაც ასახელებენ ხოლმე მოქალაქეები, არის ის, რომ მათ არ იციან პოლიციის გამოძახების შემდეგ რა რეაგირება მოხდება და ეს ხო არ გაუარესებს მსხვერპლის მდგომარეობას. ამიტომ ფიქრობენ ხოლმე, რომ აი გამოვიძახო თუ არ გამოვიძახო, ამაზე მიფიქრია. კონფიდენციალობის დაცვის პრობლემა, რომ ჩაკეტილ ასე ვთქვათ, წრეში ვცხოვრობთ, ყველას იცნობს და ხდება ხშირად ასეთი ტიპის ინფორმაციის გაჟღერება თუ ვინ გამოიძახა, პოლიცია და ასე შემდეგ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი გამოძახებით შეგვიძლია ავაცილოთ თავიდან ფემიციდი, ანუ ქალის მკვლელობა გენდერული ნიშნით მოტივირებული და რაღაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხებში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ჭირდება ის, რომ სერვისები დაიხვეწოს და ყველა მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ თუ დარეკავს, ეს ნამდვილად იმუშავებს. ძალიან დიდი მადლობა. ეკას ხილაძე სახალხო გამცველის მოადგილე იყო ჩემი სტუმარი, ქალთა ძალადობის შესახებ საუბრობდით. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე.